როცა იახტების რბოლაში ერთვებით, ელით გამოწვევას და გამარჯვებისთვის ბრძოლას. არ ელით რომ მოგიძათ სიცოცხლისთვის და თქვენი ეკიპაჟის სიცოცხლისთვის ბრძოლა. შესაძლოა ეს ისტორიები უკვე ცალ-ცალკე გქონდეთ ნანახი ამ არხზე. ამიტომ გამოიყენეთ ქვემოთ აღწერაში მოცემული თავები, რომ ამ კრებულში ისტორიებს შორის გადაადგილდეთ. 2015 წლის აპრილში მასიური შტორმი დაატყდა თავს მობილის ყურეს ალაბამაში, დოფინის კუნძულის იახტების რბოლის დროს. 8 ნავი გადაბრუნდა და 6 ადამიანი ვერ დაბრუნდა უკან. დოფინის კუნძულის იახტების რბოლა ყოველწლიური იახტების ღონისძიებაა მობილის ყურეში ალაბამაში, რომელიც 1920-იანი წლებიდან ტარდება. გაზაფხულის ღონისძიება ფართოდ ითვლება როგორც მექსიკის ორის სანაპიროს საზღვაო კულტურის დღესასწაული, რომელიც იზიდავს როგორც გამოცდილ, ასევე მოყვარულ მეზღვაურებს, ხოლო ადგილობრივი საზოგადოება ნაპირზე დღესასწაულობს. რბოლა 18 საზღვაო მილის სიგრძისაა, იწყება ზედა ყურეში და მთავრდება დოფინის კუნძულის ხიდთან, ყურის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში. ყურეს საშუალოდ 10 ფუტი სიღრმე აქვს და მისი ზედაპირის ფართობი დაახლოებით 413 კვადრატული მილია. ის მექსიკის ორისგან დაცულია, დამცავი ბარიერული კუნძულებით. რბოლას მორიგეობით მასპინძლობს 3 იახტ კლუბი: ბუკანერი, Fairhope და მობილის იახტ კლუბი. 2015 წელს Fairhope-ის იახტ კლუბი იღებს რბოლის კოორდინაციის პასუხისმგებლობას 125 ნავითა და დაახლოებით 475 მეზღვაური. 25 აპრილის დილას მობილის ყურეში მსუბუქი ნიავია, როცა მეზღვაურები სანაპიროსკენ რბოლისთვის ემზადებიან. ბრონ გასტონი და ჰანა ბლალოკი კაილაზე 16 ფუტიან კატამარანზე ტრაპეციაზე ვარჯიშობენ. რონი 50 წლისაა, ის ცხოვრების უმეტესი ნაწილი ნაოსნობს. ის იმაგრებს თავის ჰარნეს და წყლის ზემოთ უკან იხრება. ჰანა 15 წლისაა და ადრე არასდროს დაუდგამს ფეხი იახტაზე. ის და რონის ქალიშვილი, სარა, საუკეთესო მეგობრები არიან. რონის ჰობი კეთი, ბევრი სხვა მონაწილე ნავის მსგავსად, იმდენად მსუბუქია, რომ ხელით შეიძლება სანაპიროზე ამოყვანა. გარბენის მონაწილე ნავების ფლოტში არიან სპეციალურად აშენებული სამრბოლე ნავები, გრანდიოზული ოკეანის გემები, კარგად მოწყობილი კაიუტებით და უფრო პატარა ხომალდები, როგორიცაა რონის ჰობი კეთი. ეკიპაჟები ისეთივე მრავალფეროვანია უნარებითა და გამოცდილებით, როგორც ნავები ამ რბოლაში. რბოლის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე, შტორმის პროგნოზირების ცენტრი ყურის სანაპიროზე ძლიერ ამინდს აფრთხილებს, მათ შორის ძლიერ ქარებს, სეთხვას და შესაძლოა ტორნადოსაც. არსებობს 15%-იანი შანსი, რომ ქარის სიჩქარე 50 კვანტს გადააჭარბებს, ხოლო გაფრთხილებების უმეტესობა 11:00-დან 15:00-მდეა მოსალოდნელი. წყალზე ერთ-ერთი ოფიციალური პირი რადიოთი კლუბის ოფისს თხოვს გამოაქვეყნონ მონაწილეთა და მათი ჰენდიკაპების სია. ეს არის ხომალდებისა და მათი ჰენდიკაპების სია, რაც საშუალებას აძლევს სხვადასხვა ზომისა და კლასის ხომალდებს ერთმანეთს შეადარონ შედეგები. ოფისმა რაც გაიგო, იყო ის, რომ რბოლა უნდა გააუქმა 7:47 საათზე, როცა მეზღვაურები ყურეში იკრიბებიან 9:30-ზე დასაწყებად, იახტ კლუბის ვებგვერდი გზავნის შეტყობინებას. რბოლა გაუქმებულია ამინდის გამო. მობილში მდებარე ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახური 8:08-ზე ავრცელებს საშიშროების ამინდის პროგნოზს და კრიტიკულ გაფრთხილებას დასავლეთიდან მოსალოდნელი ელჭეკის შესახებ. 8:00-ზე გაუქმების შეტყობინება საიტიდან წაიშალა. ჩვენთან წინაღამეს ნოვადან ერთი ადამიანი იყო მოსული და ამინდის შესახებ ბრიფინგს გვიტარებდა. თუ ოდეს მეგიცურავს მობილის ყურეში, იცი რომ ერთი წუთით შეიძლება ულამაზესი იყოს, მეორე წუთში 7 და შემდეგ უეცრად შეიძლება ჭექა-ქუხილი შემოიძრას. გარი გარნერი, Fairhope-ის იახტ კლუბის კომოდორი, გასცემს ბრძანებას რბოლის გაგრძელების შესახებ. ის ხსნის, რომ ადრე გაცემული გაუქმების შეტყობინება უბრალოდ სამწუხარო შეცდომა იყო. ამან წყალში გარკვეული დაბნელობა გამოიწვია და ამიტომ რბოლის დაწყება 9:30-დან 10:30-მდე გადაიდო. ქარიშხლის ფრონტი ახლა მისისიპის შტატის ფასკაგულას პორტს აღწევს, რომელიც მობილის სამხრეთ-დასავლეთით 40 მილის მანძილზე მდებარეობს. ქარიშხალი ლუიზიანას ტერიტორიაზე 40 კვანძის სიჩქარით მიიწევს. 9:17 საათზე 56 კვანძის სიჩქარის ქარის დაბერვა დაფიქსირდა მექსიკის ყურეში მდებარე უესტ კამერონ ბლოკ 17-ის ნავთობის პლატფორმაზე, რასაც მოჰყვა 72 კვანძის სიჩქარის დაბერვა უესტ კამერონ ბლოკ 110-ის ნავთობის პლატფორმაზე. ამინდის ეს ტალღა მობილის ყურისკენ მიემართება.
10:45 საათზე ნავები, რომლებიც მობილის ყურეში წრეზე მოძრაობენ, რბოლის დასაწყებად ემზადებიან. ისინი ამ ინდის განახლებებს ტელეფონებსა და ხელსაწყოებზე ამოწმებენ. 8 ნავი გამოდის რბოლიდან. 117 ნავი კლუბის კომოდორის რეკომენდაციას მიჰყვება და რბოლაში მონაწილეობას იღებს. 24 ფუტიანი ერთკორპუსიანი იახტის, სახელად რეიზორი, ბორტზე 17 წლის ლეონარდ ლუტონი, მისი მამა და 3 მეგობარი მოსალოდნელ ამინძე მიღებულ ცნობებს განიხილავენ. ისინი ერთობლივ დასკვნამდე მიდიან, რომ შტორმი სავარაუდოდ 16-15-ზე მოვა. ეს მათ საკმარის დროს აძლევს, რომ საკუთარი რბოლის გეგმა განახორციელონ. ისინი გაცურავენ დოფინის კუნძულამდე, გადაკვეთენ ფინიშის ხაზს, შემოტრიალდებიან და უსაფრთხოდ დაბრუნდებიან საკუთარ პორტში, მანამდე, სანამ ფრონტი მოვა. უსაფრთხოების ნავი, რომელშიც რბოლის ოფიციალური პირები იმყოფებიან, საწყის ატყვას აჩვენებს. ლეონარდი და მისი ეკიპაჟი აფრებს უშვებენ და ლიდერობენ. პატარა კატამარანები წყალს ჭრიან. მათი მსუბუქი კონსტრუქცია მათ რბოლის ერთ-ერთ ყველაზე სწრაფ ხომალდებად აქცევს. ჰანა და რონი, რომლებიც ქაილას მართავენ, წინ მიიწევენ. ისინი გადაუსწრებენ 36 ფუტიან მონოხულ იახტას, სახელად Windnuts, რომელსაც რონის მეგობარი სკოტ გოდბოლტი მართავს. რბოლის პირველ ეტაპზე ჰანა და რონი ეჯიბრებიან რონის ძმას, შეინ გასტეტს, რომელიც იდენტურ კატამარანს მართავს. რბოლის შუა გზაზე რონი გააზრებულ მანერს აკეთებს. მოკლე გზის არჩევის და პირდაპირ დაფნის კუნძულისკენ წასვლის ნაცვლად, ის გადაწყვეტს ჯერ დასავლეთისკენ ზიგზაგით მიცუროს და შემდეგ საბოლოოდ სამხრეთისკენ გადაუხიოს. ეს სტრატეგია ამართლებს. დაახლოებით 14:00 საათზე ისინი ფინიშის ხაზს პირველები კვეთენ. რონის ძმა შეინი ხაზს 1 წუთის შემდეგ კვეთს. არც რონი და არც შეინი არ რჩებიან დაფნის კუნძულზე. როგორც ლეონარდი და მისი ეკიპაჟი, ისინი თვლიან, რომ ამ ინდის გაუარესებამდე უსაფრთხოდ შეძლებენ სახლში დაბრუნებას. ამიტომ სახლისკენ აიღებენ კურსს. 1500 საათამდე ცოტა ადრე დასავლეთით ცაბნელდება, რადგან მობილის ყურესთან ელჭექიანი ქარიშხლები ახლოვდება. სვიმის კედელი დასავლეთის ჰორიზონტს ფარავს. რონი ჰანას ეუბნება, შეიძლება ცოტა წვიმა წამოვიდეს, მაგრამ იმედოვნებს, რომ ისინი ბუკანიერების იახტ კლუბამდე მისვლას წვიმამდე მოასწრებენ. ჰანა ხელში პორტატულ GPS უჭირავს და ხშირად ამოწმებს, რომ მათი პროგრესი აკონტროლოს. ის გაოცებულია იმ სიჩქარეებით, რასაც ისინი აღწევენ. ის GPS-ის თასმას კისერზე იკიდებს და მას თავის სამაშველო ჟილეტში მალავს. ქარიშხალი, რომელიც თეხასში დაიწყო, 3 შტატს გადაკვეთს, რათა მოხდეს მობილის ყურის დასავლეთ კიდეებზე. მის გზაზე ის 3 განსხვავებულ შტორმის უჯრედად გარდაიქმნება. თითოეული უჯრედი ატარებს ყინულივით ცივ ჰაერსა და ყინულის ნაწილაკებს, რომლებიც თბილი აღმავალი ნაკადით იცება. ჩვეულებრივ ცივი მასა უბრალოდ გაიფანტებოდა. მაგრამ როდესაც ქარიშხალი ხმელეთზე გადადის, აღმავალი ნაკადი ირღვევა, რის შედეგადაც ცივი ჰაერი და ყინულის ნაწილაკები მიწაზე ეშვება. როდესაც ეს ყინულის ნაწილაკები დედამიწაზე ბრუნდება, ისინი ძლიერ დაღმავალ ნაკადს ქმნიან. როდესაც ისინი ეშვებიან და ყინული დნება, წყალი ორთქლდება, რაც დაღმავალ ნაკადს კვებავს და მის ძალას ზრდის. ეს ქარიშხლის ქვეშ ცივი ჰაერის მასას ქმნის, რაც ძლიერ ქარებს იწვევს. გაგრილების ეფექტი ძლიერდება, როდესაც ის მობილის ყურის გარშემო მშრალი ჰაერის ფენას ხვდება. როდესაც ტემპერატურა ეცემა, ჰაერი უფრო მკრივი ხდება, რაც ბარომეტრულ წნევას ზრდის და ქარის დაბეროებს აძლიერებს. მობილის ყურის გარშემო ამინდის სადგურები ამ ტემპერატურის ვარდნას და ბარომეტრული წნევის ზრდას აფიქსირებენ. 15 საათის ცოტა შემდეგ ქარიშხლის ძალალის ქარები და უზარმაზარი ტალღები მობილის ყურაში იჭრება. ელვა ცას ავსებს, რასაც ძლიერი წვიმა და მოულოდნელი ტემპერატურის ვარდნა მოჰყვება. ქარიშხლის გაძლიერებისას ჰანა ბრძნობს ცივი ჰაერის დარტყმას და შემდეგ სიმშვიდის ძამს. ქარიშხლის ძალის ქარები ანგრევს. მათი ნავი, კაილა, გადაბრუნდა და ჰანა და რონი წყალში აღმოჩნდნენ. რონი ჰანას და ნავზე მიმაგრებულ თოქს ეჭიდება. ქარი გადაბრუნებულ კორპუსს ეჭიდება და ნავს რონისა და ჰანასგან შორს ძევს. რონი თოქს უშვებს და ჰანას ეჭიდება. დაახლოებით 30 მილით ჩრდილოეთით ფილიპ მაკნამარა თავის პირველ მორიგეობას იწყებს სანაპირო დაცვის ოფიცრად. საგანგებო ზარები ერთდროულად შემოდის. მესამე ზარის შემდეგ აშკარა ხდება, რომ სერიოზული შემთხვევა ვითარდება. სანაპირო დაცვა მოქმედებაში გადადის. ხელისუფლება ცდილობს გააცნობიეროს მასშტაბები, სანამ ყურეში მეზღვაურები გადარჩენისთვის იბრძვიან. ბევრი ნავი ქარიშხალში მოხვდა და ეკიპაჟის წევრები გადარჩენისთვის იბრძვიან. სანაპირო დაცვა გადარჩენილების მოსაძებნად რამდენიმე ხომალდსა და თვითმფრინავს აგზავნის.
როდესაც ნავის საფრთხეშია და კაპიტანი აგზავნის Mayday signals, ამ ზარს კონკრეტული ინფორმაცია ახლავს. ხომალდის სახელი, მდებარეობა, საგანგებო სიტუაციის ხასიათი და ბორცვზე მყოფი ადამიანების რაოდენობა. ეს ინფორმაცია სანაპირო დაცვას ძალიან მკაფიო მითითებას აძლევს. გადაარჩინეთ X რაოდენობის ადამიანი. როდესაც სანაპირო დაცვა უკავშირდება რბოლის ორგანიზატორებს ხომალდებისა და ადამიანების სიის მისაღებად, ეს სია სრულად არ არსებობს. იახტ კლუბს აქვს რბოლაში მონაწილე ნავების სია, მაგრამ ეკიპაჟის წევრების სია არ გააჩნია. თუ არ იციან რამდენი ადამიანი ან რამდენი ხომალდი დაკარგულად ითვლება, მათი სამუშაო მნიშვნელოვნად რთულდება. სანაპირო დაცვის ოფიცერი იწყებს ოჯახებთან დაკავშირებას, რათა დაადგინოს დაკარგული ადამიანების რაოდენობა. რონი და ჰანა ტალღებსა და ქარს ებრძვიან. რონი წყალგაუმტარი кейსიდან სველ ტელეფონს იღებს. ჰანა ახერხებს მაშველების მათ ადგილმდებარეობაზე მიყვანას, კოორდინატების გამოყენებით, რომლებიც GPS-დან გამოაქვს. რონის ძმა შეინი რამდენჯერმე გადაბრუნებულ ნავში მოხვდება, სანამ საბოლოოდ ნაბიჯზე მიაღწევს. საძებრო სამაშველო ოპერაცია ღამითაც გრძელდება. Teenager Leonard Lutene იახტა რეიზორიდან და მისი ეკიპაჟი ჯერ კიდევ დაკარგულები არიან. მათ დინებამ ზღვაში გაიტანა. 5 დღის განმავლობაში, 25-დან 30 აპრილის ჩათვლით, სანაპირო დაცვამ ჩაატარა 145 საძიებო ოპერაცია, რომელიც მოიცავდა 7,500 კვადრატულ მილი ოკეანეს. მაშველები ერთი გადაბრუნებული ხომალდიდან მეორეზე გადადიან, იმ იმედით, რომ გადარჩენილებს იპოვიან. სვალში რამდენიმე საათის გატარების შემდეგ ლეონარდის სანაპირო დაცვამ გადაარჩინა. მისი ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრი გარდაცვლილი იპოვეს, ხოლო მეორე ვერასდროს აღმოაჩინეს. იახტ კლუბს სხვადასხვა საქმეზე $7 მილიონ-ზე მეტი მოთხოვნა წაუყენეს. მათ ნება მისცეს რბოლას გაგრძელებულიყო, მიუხედავად იმისა, რომ იცოდნენ იმ დღეს ყურეში ძლიერი ამინდი იქნებოდა. მათ ასევე არ ჰქონდათ რბოლაში მონაწილეთა სრული სია. მას შემდეგ რბოლის ორგანიზატორები მჭიდროდ თანამშრომლობენ სანაპირო დაცვის სამსახურთან, რათა გააუმჯობესონ ეკიპაჟისა და ნავების შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესი რბოლების დროს. მაგრამ ეს არ ათავისუფლებს კაპიტნებსა და ეკიპაჟს პასუხისმგებლობისგან ამინდის გაფრთხილებების უგულებელყოფისთვის. 8 ნავი მართლაც გამოეთიშა რბოლას, ეკიპაჟის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღეს. 8 ნავი ჩაიძირა, 40 ადამიანი გადაარჩინეს, 6 მეზღვაური დაიღუპა. გმადლობ ყურებისთვის. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო და გსურთ უყუროთ მეტი ვიდეოს ამ არხიდან რეკლამების გარეშე, გთხოვთ გახდეთ ჩვენი Patreon-ის მხარდამჭერი. ბმული აღწერაში. შეგიძლიათ უფასოდ შემოუერთდეთ ან აირჩიოთ წევრობა სარგებელით, რომელიც მოიცავს რეკლამების გარეშე ვიდეოებს, ადრეულ ცდომას და პირდაპირ კითხვებზე პასუხის ზარებს. მოუთმელად ველოდები თქვენთან შეხვედრას იქ. 1969 წლის 11 აგვისტოს 303 იახტა გაემგზავრა Fastnet-ის კლდის შემოვლის რბოლაში. შემდგომი ქარიშხლის დროს 24 ნავი მიატოვეს, 5 ჩაიძირა, 136 ეკიპაჟის წევრი გადაარჩინეს და 15 მეზღვაური დაიღუპა, რამაც გამოიწვია ოფშორული რბოლის კულტურის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გადახედვა რბოლის ისტორიაში. გრუმელგანი არის 30 ფუტიანი ნახევრად ტონიანი იახტა, რომელიც რონ ჰოლანდის მიერაა დაპროექტებული და ნავების მწარმოებლები კემპერი და ნიკოლსონი ააშენეს. 1969 წლის Fastnet-ის რბოლამდე 6 კაციანმა ეკიპაჟმა ერთად იასპარეზა რამდენიმე ოფშორულ რბოლაში, რათა მომზადებულიყვნენ Fastnet-ის კლდის შემოვლის რბოლისთვის. ყველა მათგანი გამოცდილი მეზღვაურია და კარგად იცნობს იახტას. შაბათს 11 აგვისტოს 303 იახტა გაემართა პროგნოზირებად და მსუბუქ პირობებში. გრუმელგანზე იმყოფებიან კაპიტანი დევიდ შიჰანი, დევიდის შვილი მეთიუ, რომელიც 17 წლისაა, ნიკ ვორდი, მაიკ დოილი, დეივ ვილერი და ჯერი ვინქსი. Fastnet-ის კლდის შემოვლის რბოლა ერთ-ერთი უძველესი და ყველაზე პრესტიჟული ღონისძიებაა ღია ზღვის რბოლებში. მოგზაურობა იწყება კოუსში, უაიტის კუნძულზე. იახტები მიემართებიან ინგლისის სამხრეთ-დასავლეთით და შემდეგ კელტურ ზღვაში შედიან. ისინი შემოუვლიან Fastnet-ის კლდეს, რომელიც ირლანდიის Cape Clear-ის კუნძულის სამხრეთ-დასავლეთით მდებარეობს. შემდეგ კი ბრუნდებიან პლიმუთში. 600 საზღვაო მილის სიგრძის რბოლას დასრულებას დაახლოებით 6 დღე სჭირდება. ეს მძიმე გამოწვევაა, რომელიც ნებისმიერი მეზღვაურის ნების ყოფასა და გამოცდილებას ამოწმებს. 1969 წელს რბოლას მართავს წესების ნაკრები, რომელსაც ეწოდება IOR, ანუ საერთაშორისო ოფშორული წესი. IOR არის ქულების სისტემა იახტის გასაზომად.
ამ გაზომვების შემდეგ იახტას ენიჭება ჰენდიკაპი. ჰენდიკაპი საშუალებას აძლევს ხომალდს მიენიჭოს კლასი, რაც ნიშნავს, რომ მსგავსი კლასის იახტები ერთმანეთს შეეჯიბრონ. ასევე, ჰენდიკაპის გამოყენებით სხვადასხვა კლასის იახტებს შეუძლიათ გარკვეულწილად თანაბარ პირობებში იასპარეზონ. რამდენიმე წლის განმავლობაში დიზაინერები ცდილობდნენ შეექმნათ ისეთი სწრაფი იახტები, რამდენსაც IOR-ის წესები უშვებდა. IOR იზომებოდა გარკვეულ წერტილებში, რაც დიზაინერებს აძლევდა საშუალებას პრიორიტეტი მიენიჭებინათ ამ წერტილებისთვის, რათა შეემცირებინათ იახტის ჰენდიკაპი და ამ წერტილებს გარეთ უფრო თავისუფლად ემოქმედათ დიზაინში სიჩქარის ოპტიმიზაციისთვის. ამაში კიდევ ბევრია, მაგრამ ძირითადად იახტის სიჩქარის ორი მთავარი ასპექტია: წყლის ხაზის სიგრძე და წყლის ხაზის ქვემოთ წინააღმდეგობა. იახტი უფრო სწრაფად მიცურავს, რაც უფრო გრძელია წყლის ხაზი და რაც ნაკლებია წინააღმდეგობა წყლის ხაზის ქვემოთ. ნელი ნავი მოკლე ტალღას წარმოქმნის. როდესაც ნავის სიჩქარე იზრდება, ტალღის სიგრძე და სიმაღლე მატულობს. როგორც კი ტალღის სიგრძე წყლის ხაზის სიგრძის ნახევარს მიაღწევს, ნავი იძულებულია საკუთარ ტალღაზე აიცოცოს. რაც უფრო სწრაფად მიდის, მით უფრო დიდი ხდება მისი ტალღა. ამიტომ ნავი უფრო დიდ ტალღაზე უნდა აიცოცოს, რაც უფრო მაღალ სიჩქარეს მოითხოვს და შედეგად კიდევ უფრო დიდ ტალღას ქმნის. ეს ნიშნავს, რომ წყლის ხაზი ფაქტობრივად სიჩქარის შემზღუდველად მოქმედებს. და როგორც კი წყლის ხაზის სიგრძის მიმართ გარკვეულ სიჩქარეს მიაღწევს, ვეღარ აჩქარდება. ამ წესების მიხედვით გრიმალდის სიგრძე კიჩოდან ცხვირამდე 30 ფუტი იყო. მას ნაკლები ჰენდიკაპი ექნებოდა ვიდრე ნავზე, რომლის სიგრძეც 40 ფუტია. თუმცა დიზაინერებს შეუძლიათ გააფართონ მისი კორპუსის სიგანე იმ წერტილში, რომელიც არ იზომება და ფაქტობრივად გაზარდონ მისი წყლის ხაზის სიგრძე. მხოლოდ ეს კი არა, მათ შეუძლიათ წყალქვეშ მისი კილის ზომად შეანცირონ, რათა წყალქვეშ ნაკლები წინააღმდეგობა ჰქონდეს. იახტები, რომლებიც ამ დიზაინის პრინციპებს მისდევენ, ხშირად უფრო ფართო და ნაკლები ჩაძირვისა, რა თქმა უნდა გონივრულ ფარგლებში. სწორ ხელში და სწორ პირობებში გრიმალდი ნამდვილად ძლიერი კონკურენტია. მას გამოცდილი ეკიპაჟი და კაპიტანი ჰყავს. ამინდი კარგია ნაოსნობისთვის და რბოლა იწვება. 13 აგვისტოსთვის ფლოტები კელტების ზღვაში არიან. ზოგიერთი დიდი და სწრაფი ხომალდი უკვე შემოუხვია კლდეს და დაბრუნების გზაზეა. ზღვა იწვევს ხელვას, რადგან ამინდი მძაფრდება, ქარი ძლიერდება და კაპიტანი დევიდ შიჰანი გადაწყვეტს აფრების შემცირებას. რიფი არის მარყუჟების ნაკრები მთავარ აფრაზე. როდესაც ქარი ძლიერდება, იახტა ზედმეტად იდვირთება, თუ აფრა ძალიან ბევრია გაშლილი ქარში. ამიტომ აფრას ოდნავ უშრებ და აფრის ქვედა ნაწილს რიფის მარყუჟებით ბუმზე აბამ. მომდევნო საათებში დევიდი ყველა რიფს დააბამდა, სანამ აფრას მთლიანად ჩამოიღებდა. წინადრეს დევიდმა ჩართო და მოусმინა საზღვაო პროგნოზს, როგორც ამას ყოველდღე ამავე დროს აკეთებდა. საზღვაო პროგნოზი არის ყოველდღიური ამინდის პროგნოზი, რომელიც ეთერში კონკრეტულ დროს გადაიცემა. ყველა ხომალდს შეუძლია ჩაერთოს და მოусმინოს პროგნოზს და მიიღოს ამინდის უახლესი ინფორმაცია. 1979 წელს ეს იყო ერთადერთი გზა ამინდის ინფორმაციის მისაღებად და ამიტომ Fastnet-ის ფლოტი ყველა ერთდროულად ერთვებოდა, იღებდა ერთსა და იმავე ინფორმაციას, შემდეგ ითიშებოდა და აგრძელებდა ყოველდღიურ ნაოსნობას. გადაცემაში ითხოვინებიან 45 კვანძის სიჩქარის ძლიერ ქარზე, რომელსაც ნებისმიერი გამოცდილი მეზღვაური ძლიერს, მაგრამ 100 ტანს ჩათვლის. აგვისტოს 12-ის დღის ბოლოს ამინდის ბიურომ ძლიერი ქარის შტორმის გაფრთხილება გაავრცელა, მაგრამ რადგან ეს რეგულარული გადაცემის დროის მიღმა მოხდა, Fastnet-ის ფლოტმა და დეივიდ შიჰანმა ეს ვერ გაიგეს. ამის გარდა შტორმის ფრონტს მაშინვე მოჰყვა უკიდურესად დაბალი წნევა და ქარის მიმართულება სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-დასავლეთისკენ შეიცვალა. დევიდი და მისი ეკიპაჟი მძიმე ამინდს მიჩვეულები არიან. ამიტომაც დაიწყეს თავისუფლად დაყრილი ნივთების დამაგრება. ისინი ამზადებენ საჭმელს, რომ ძალა მოიკრიბონ და ემზადებიან ცუდი ამინდისთვის. ყველა მამაკაცი გამოდის გემბანზე და თავს ამაგრებს ნავზე უსაფრთხოების თოკით, რომელიც ერთ მხარეს მათ აღკაზმულობაზე ემიმაგრებული, ხოლო მეორე მხარეს ნავზე. ძლიერმა ქარმა უკვე შექმნა საკმაოდ მაღალი ტალღები. როდესაც ქარი მიმართულებას იცვლის და სიჩქარეს უმატებს, ეს ორ ტალღათა სისტემას ერთმანეთის შეჯახების ტრაექტორიაზე აბენებს. შედეგად მოკლედ მკვეთრი და მაღალი ტალღები სხვადასხვა მიმართულებიდან ეჯახება ერთმანეთს, რაც კიდევ უფრო მაღალ ტალღებს ქმნის. საათის შემდეგ ზღვის მდგომარეობა მძაფრდება, სანამ ნავი ერთ-ერთ ყველაზე შემაძრწუნებელ რამეს არ გააკეთებს, რაც მეზღვაურმა შეიძლება გამოსცადოს. როდესაც გრიუმელკანი ტალღაზე ეშვება, მისი ცხვირი, ნავის წინა ნაწილი, წინ მდებარე ტალღის ღრმულში ჩადის, ხოლო მისი კიჩო, უკანა ნაწილი, პირდაპირ ცხვირზე გადადის. ეს ეწოდება pitch hole და გრიუმელკანისთვის ეს პირველი ბევრია.
როდესაც ქარი ერთი მიმართულებიდან უბერავდა, გრიუმელგანი ახერხებდა გამკლავებას, მაგრამ როდესაც ქარმა მიმართულება შეიცვალა, კიდევ ერთი ძალა დაემატა სიტუაციას. როდესაც ტალღა წყლის დინების მიმართულებით მოძრაობს, შედეგია ორი ძალა, რომლებიც ერთსა და იმავე მიმართულებით მოძრაობ. ქარის მიერ შექმნილი ტალღა წყლის ზედაპირზე გადადის. ნაოსნობი ხომალდი ამას აღიქვამს, როგორც ამაღლებულ ტალღას, მაგრამ არა დამტვრეულ ტალღას. ტალღა უფრო მაღალი ხდება, მაგრამ აუცილებელი არ არის, რომ დაიმსხვრეს ისე, როგორც ტალღა ნაპირზე შეჯახებისას იმსხვრევა. როდესაც ქარმა მიმართულება შეიცვალა, ფასნეტის ფლოტის ნაწილს ქარი დაარტყა, რომელიც წყლის დინების საპირისპირო მიმართულებით მით მოძრაობდა. ქარის ეფექტი, რომელიც წყლის დინების საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს, ის არის, რომ დინება ტალღის საფუძველს მის ქვეშ აწვება და შედეგია ტალღა, რომელიც თავის თავზე ინტრევა. ზუსტად ისე, როგორც ვიღაცას ფეხქვეშ რომ გამოგიცალოს. ეხლა გრიუმელგანი ებრძვის ტალღებს სხვადასხვა მიმართულებიდან, რომლებიც ერთმანეთის ძალას აძლიერებენ და წყლის დინებას, რომელიც ტალღებს ნავზე ამტვრევს და აიძულებს მის კიჩოს გადაბრუნდეს თავის ცხვირზე. ეხლა გრიუმელგანს ბოლო ძალებთან უწევს გამკლავება, რომლებიც მის ბედს გადაწყვეტ. ნავების დიზაინერებმა ყურადღება გადაიტანეს უფრო განია შუა ნაწილზე, რათა გაეზარდათ წყლის ხაზის სიგრძე და ნავი უფრო სწრაფი გაეხადათ. ასევე უფრო მცირე ჩაძირვაზე, ანუ ნავის სიღრმეზე წყლის ხაზის ქვემოთ, რათა შემცირებულიყო წინააღმდეგობა წყლის ქვეშ. ამ ცვლილებებმა დიზაინის ფოკუსში ნავი უფრო სწრაფი გახადა, მაგრამ ამავდროულად გემზე სიმძიმის ცენტრი მაღლა ეცია. ნავზე სტაბილურობა იზომება სტაბილურობის დიაპაზონით. ნავი, რომლის სტაბილურობის დიაპაზონი 150 გრადუსია, ნიშნავს, რომ თუნდაც ნავი მთლიანად გადაბრუნდეს, ტალღების მოქმედება მას იმდენად გააქანებს, რომ თავისი დაბრუნდება სწორ მდგომარეობაში. მაგრამ გრიუმელგანს სტაბილურობის ბევრად დაბალი დიაპაზონი აქვს, თითქმის 90 გრადუსი, რაც ნიშნავს, რომ ძალიან ადვილია მისი გადაბრუნება და თუ ერთხელ გადაბრუნდა ან ცხვირით ჩავარდა წყალში, მხოლოდ ბედი თუ დააბრუნებს სწორ მდგომარეობაში. ეხლა დავითმა და მისმა გუნდმა სიცოცხლისთვის ბრძოლა დაიწყეს. ყველა გარემოება მათ წინააღმდეგაა და ეს უკვე აშკარად ჩანს. ეკიპაჟი დაუღალავი ქარიშხლისგან ძალა გამოცლილია. ისინი უკვე ჰიპოთერმიის ნიშნებს ავლენენ და ყველანი რამდენჯერმე თითქმის დაიხრჩნენ, რადგან ნავი ტალღებში ცხვირით ჩავარდნილა. დავითი გადაწყვეტს, რომ საჭიროა მეიდეის სიგნალის გაგზავნა. ის და მისი 17 წლის ვაჟი მათიუ ქვევით კაიუტაში ჩადიან, რათა სიგნალი გადასცენ. ნიკი, მაიკი, დეივი და ჯერი გემბანზე რჩებიან. ისინი იცრებენ სამაშოო TV-ს კოკპიტში შემოტანას. კოკპიტი არის იახტის ის ნაწილი, სადაც საჭია და სადაც მეზღვაურები სხედან. ისინი სამაშოო ტივს არ უშვებენ წყალში. უბრალოდ ამზადებენ, რომ საჭიროების შემთხვევაში სწრაფად გაუშვან. გემბანის ქვემოთ დევიდი აგზავნის მეიდეის სიგნალს. შემდეგ კი ის და მეთიუ ემზადებიან კიდევ ერთი ძლიერი გვერდზე გადახრისთვის. ნავში არსებული სათავსოები არ არის განკუთვნილი სრულად გადაბრუნებული ნავისთვის. ამიტომ ნამსხვრევები კაიუტაში თავისუფლადაა მიმოფანტული. საკვების ქილა დევიდს თავში მოხდება და თავის ქალას უმტროს. მეთიუ მამას ისევ კოკპიტში აბრუნებს. კიდევ ერთი ტალღა ნავს გადაბრუნებს და ის ვეღარ დგება სწორად. მეთიუს გაუმართლა, რომ გადაბრუნებული კოკპიტის ქვეშ ჰაერის ბუშტი იპოვა. რამდენიმე ხნის მცდელობის შემდეგ, რომ თავის ზედაპირზე შეენარჩუნებინა, ნიკიც გამოჩნდება იმავე კოკპიტში. ეკიპაჟი ნავზე ხვედებით ყავთ მიმაგრებული. ეს ეხმარებათ, რომ ნავის შიგნით დარჩნენ, მაგრამ ახლა ეს ხვედები უშლით ხელს, რომ გადაბრუნებული ნავის ქვეშიდან გაცურონ. შემდეგ ანძა ტყდება და ნავიდან წყდება. თითქმის მაშინვე სიმძიმის ცენტრი იცვლება. ანძა აღარ არის ის სიმძიმე, რომელიც მათ გადაბრუნა. მეთიუ ეხმარება თავის ეკიპაჟს ნავის კოკპიტში ასვლაში. ის წამით ჩერდება და ამჩნევს, რომ მამამისის სხეული ზღვაში სახით ქვემოთ დივდივებს. იცის, რომ მას ნავზე ვერ აიყვანს. ის ნავში გადაბრუნებისას დამაგრებული არ იყო და ახლა ის შორს მიედინება, ისე რომ აღარასდროს ნახავენ. ნიკი და ჯერი კოკპიტში უსიცოცხლოდ წვანან. მაიკი და დეივი მაშინვე აგდებენ სამაშოალო დივს წყალში და ქაჩავენ თოქს, რომ გააბერონ. ისინი მეთიუს უყვირიან, რომ სამაშოალო დივში გადახდეს. მეთიუ ნიკს და დეივს უყურებს. ის ორ არჩევან შორისაა. დარჩეს ნავთან და თავისი ორი მეგობრის ცხედრებთან, თუ მაიკთან და დეივთან ერთად გადავიდეს სამაშოალო დივში. ამ დაძაბულ მომენტში ის ორ ქმედუნარიან მეზღვაურთან ერთად სამაშოალო ნავში ხდება. შემდეგ საათებში სამაშოალო ნავი გრიუმელგანიდან შორს მიედინება. ნიკ ვორდისა და ჯერი ვინკის სხეულებს შტორმი უმოწყალოდ ურტყამს. შემდეგ ნიკი გონს მოდის. ის გრიუმელგანს სიცოცხლის ნიშნებისთვის ათვალიერებს, მაგრამ იქ მხოლოდ ის და ჯერი არიან. ნიკი თავის წიგნში სასიკვდილოდ მიტოვებული წერს, რომ როცა გონს მოვიდა, ჯერი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო.
ქვემოთ წიგნის მულტს დავტოვებ. ეს ერთ-ერთი საუკეთესო აღწერაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს Fastnet-ის 79-ის კატასტროფაზე. როცა გრიუმელგანს სამძებრო ვერტმფრენი პოულობს, ჯერი უკვე გარდაცვლილია. წლების განმავლობაში ოფშორული რბოლების კულტურა შეიცვალა. IOR-ის საზომი წესი განვითარდა და გემის ოფშორული რბოლებისთვის მზადყოფნას უფრო პოვლის მომცველად აფასებდა. IMS, ანუ საერთაშორისო საზომის სისტემა, საბოლოოდ შეცვალა IOR. IMS უფრო ფართო ხედვას იძლევა რბოლაში მონაწილეობის შესახებ, მათ შორის გემზე არსებული საგანგებო სისტემების, გუნდის მიერ წინა საკვალიფიკაციო რბოლების დასრულებისა და გემის სტაბილურობის დიაპაზონის გათვალისწინებით. ამაზე მეტიც, კაპიტნები უფრო მზად იყვნენ რბოლა გაეუქმებინათ ან გადაედოთ, თუ პროგნოზით ამინდის ზედმეტად მძიმეი ომოსალოდნენ. რამდენიმე მომდევნო რბოლაში კაპიტნებმა რბოლის დაწყების შემდეგ გადაწყვიტეს რბოლა მიედოვებინათ და უახლოეს პორტში შეფარებოდნენ, როცა ძლიერი ამინდი უახლოვდებოდა. ეკიპაჟი უსაფრთხოებაზე უფრო მეტად ზრუნავდა ისეთი მარტივი რაღაცებით, როგორიცაა საკუთარი სამაშველო ჟილეტის და ღვედის შეძენა, ვიდრე ნავზე არსებული აღჭურვილობის იმედად ყოფნა. შეუძლებელია პირდაპირ ითქვას, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ Fastnet-ს უკავშირდება, მაგრამ უდავოდ თავისი წვლილი შეიტანა. სხვაში გასვლა ყოველთვის სახიფათო წამოწყებად დარჩება. მაგრამ თუ შეადარებთ Fastnet 79-ის კატასტროფას, Sydney Hobart-ის 98-ის კატასტროფას, რომელსაც მსგავსი თუ არა უფრო მძიმე შტორმი ჰქონდა, გარკვეულ განსხვავებებს დაინახავთ. Sydney Hobart-ის 99-ის რბოლაში ფლოტის მხოლოდ 18% დაეცა 90 გრადუსამდე, მაშინ როცა Fastnet 79-ის კატასტროფაში ეს მაჩვენებელი 48% იყო. და სულ რაღაც 3% მთლიანად გადაბრუნდა. მაშინ როცა Fastnet-ში ეს მაჩვენებელი 18% იყო. რა თქმა უნდა, ერთ შტორმს ან რბოლას პირდაპირ ვერ შეადარებ მეორეს. საბოლოოდ, თუ ზღვაში გადიხარ, შენზეა დამოკიდებული, რომ გაიგო შენი ხომალდის შეზღუდვები, დვები და მზად იყო ნებისმიერი პირობებისთვის. წყაროების მულებს აღწერაში დავტოვებ. არასდროს დავრეგისტრირდებოდი ამ რბოლაში, რომ ცოდნო და რამდენად რთული იქნებოდა. ეს არის Sydney Hobart-ის 98 წლის იახტების რბოლის ტრაგიკული ისტორია, რომელმაც 6 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, 5 იახტა ჩაიწირა და 55 მეზღვაური გადაარჩინეს. Sydney Hobart-ის იახტების რბოლა ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც ავსტრალიის Cruising იახტ კლუბი მასპინძლობს. ის იწყება Sydney-ში, ახალი სამხრეთი უელსის შტატში, Boxing Day-ის დღეს. შემდეგ რბოლა სამხრეთისკენ მიემართება ტასმანის ზღვაში, პასის სრუტეს ჩაუვლის, შტორმის ყურეში შევა და შემდეგ დერვენტის მდინარეს აუყვება. რბოლა მთავრდება ჰობარტში, ტასმანიაში. რბოლის მანძილი დაახლოებით 630 საზღვაო მილია შეადგენს. ეს ფართოდ ითვლება ერთ-ერთ ყველაზე რთულ იახტების რბოლად მსოფლიოში. 1988 წლის დეკემბერში გარი შიფერი პოლიციელი ვიქტორიიდან შოუს ატარებს თავის ცოლთან, ჯანთან და ორ შვილთან, კლინტონთან და ჯასტინთან ერთად. ისინი ხსნიან საჩუქრებს საშებაო ნაძვის ხის ქვეშ და სადილობენ ოჯახთან ერთად. მეორე დღეს დღესასწაული მთავრდება. ბიჭები ემშვიდობებიან მამას და წარმატებას უსურვებენ. ისინი ძალიან პატარაები არიან იმისთვის, რომ სრულად გაიგონ, სად მიდის მათი მამა, ან რა საფრთხეები შეიძლება ელოდებოდეს მას. მაგრამ მათ შეუძლიათ იგრძნონ მშობლებისა და ოჯახის წევრების მძიმე განწყობა. ახლა გარი უნდა დაივიწყოს ეს დღესასწაულები და მთელი ყურადღება რბოლაზე გადაიტანოს. მეზღვაურთა ბრბო იკრიბება საბოლოო ბრიფინგისთვის ავსტრალიის Cruising იახტ კლუბში, Sydney-ში. მეზღვაურებს აფრთხილებენ დაბალი ცნევის სისტემის შესახებ, რომელიც აღმოსავლეთ სანაპიროსთან ყალიბდება. Sydney-ის ნავსადგურში 13:00 საათზე სტარტის გასროლა ისმის და 115 იახტა აღმოსავლეთით ტასმანის ზღვისკენ Sydney-ის ნავსადგურიდან გასვლას იწვევს. ჩემ შვილს იახტა მოუპარე, რომ გაჩვენოთ როგორ მუშაობს ქართან მიმართებით იახტის სვლის კუთხეები. ქარი დასავლეთ-სამხრეთ-დასავლეთიდან უბერავს და იახტის აფრებს მარჯვენა უკანა მხრიდან ავსებს. ქარი იახტებს უკანიდან და ოდნავ მარჯვნიდან წინ ძევს. ისინი აფრებს უშვებენ, რომ ქარი დაიჭირო. როცა ქარი უკან მოყვება ან უკანიდან უბერავს, ეს საკმაოდ ქართან მიმართებით სვლის საკმაოდ კომფორტული კურსია. ქართან მიმართებით სვლის კურსი არის იახტის მიმართულება ქარის მიმართულებასთან შედარებით. მიზეზი, რატომაც უკან მოყოლილი ქარი კომფორტულია, ისაა, რომ იახტა წყლის ზედაპირზე ბრტყლად დგას. და რადგან იახტა ქართან ერთად იმავე მიმართულებით მოძრაობს, თქვენ არ გრძნობთ და არ გესმით ქარის სახეში დაბერვა. 1988 წელს ლარი ელსონი იყო Oracle-ის მთავარი ტექნოლოგიური ოფიცერი და უმრავლესობის აქციონერი.
მან თავისი პირველი იახტა 25 წლის ასაკში იყიდა და მას შემდეგ თითქმის ყველა მნიშვნელოვან გემოსრბოლაში მიიღო მონაწილეობა მთელ მსოფლიოში. 90-იან წლებში ელისონმა 5-ჯერ მოიგო მაქსი მსოფლიო ჩემპიონატი, თავის 78 ფუტიანი იახტა საიონარას. ეხლა ელისონი სიდნეიდან მართავს საიონარას და მარჯვენა ბორტზე უხვევს, რომ სამხრეთისკენ ტასმანის ზღვის გავლით ბასის სრუტისკენ გაუყვეს სანაპიროს. როცა ისინი სამხრეთისკენ უხვევენ, ქართან მიმართებით ცვლის კურსი იცვლება. ქარი თითქმის პირდაპირ დასავლეთიდან უბერავს. ქარი იახტის ბორტზე ეცემა, რაც ნიშნავს, რომ ის თითქმის პირდაპირ გვერდიდან უბერავს იახტას, არც წინა მხრიდან და არც უქნიდან. ელისონი აფრას აჯიმავს ისე, რომ ის დაახლოებით 45 გრადუსიან კუთხეზე იყოს ნავის სვლის მიმართულებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ქარი გვერდიდან უბერავს, ეს სინამდვილეში სვლის ყველაზე სწრაფი რეჟიმია. როდესაც ქარი აფრას გადის, ის აფრის წინა მხარეს დაბალ წნევას ქმნის და აფრას თვითმფრინავის ფრთის ფორმაში აქცევს. აფრის წინა მხარეს დაბალი წნევა ვაკუუმს ქმნის და აფრას წინ წევს იმავე 45 გრადუსიანი კუთხით ნავის მიმართ. ნავი ოდნავ იხრება, რაც ნიშნავს, რომ ის წყალში აღარ დგას ბრტყლად. ის წყლის მიმართ ოდნავ დახრილ მდგომარეობაშია, რადგან ქარი ცდილობს აფრა გადახაროს. ეხლა წყალქვეშა კილი უზრუნველყოფს საწინააღმდეგო წონას და ასევე წყალს არხავს როგორც საჭე. დაბალი წნევა აფრის აფრას წინ წევს და ეს ძალა კილის მიერ ბალანსდება, რის შედეგადაც ნავი წინ მიიწევს. როდესაც ქარი ძლიერდება და ცა ნელ-ნელა ბნელდება, საიონარა 21 კვანტზე მეტს მოძრაობს, რაც თითქმის 25 მილისაათში. საბოლოოდ, უმეტესობა გართობისთვის განკუთვნილი იახტებისა საშუალოდ 5 კვანტს ახდევს. ქარიშხლის დაბალი წნევა გროვდება. ეს ის ქარიშხალია, რისთვისაც ისინი ემზადებოდნენ. ღამის პირველ საათზე 27 რიცხვის დილას ელისონის ნავიგატორი ადგენს მათ მდებარეობას და აცნობებს ელისონს, რომ რბოლის დაწყებიდან 12 საათში ისინი რბოლის რეკორდსმენზე 2-ჯერ მეტ სიჩქარესაც კი ავითარებენ. ელისონი პასუხობს: ასე სწრაფად არ უნდა მივდიოდეთ. ის ფიქრობს, შეძლებენ თუ არა პატარა იახტები უფრო ძლიერ ქარს გაუძლონ. რბოლის წესები უკრძალავს მას, რომ ფლოტის დანარჩენ წევრებს უთხრას, რამდენად ძლიერია ქარი ასე სამხრეთით. ამინდის ინფორმაციის გაზიარება შეიძლება ფლოტის დანარჩენ წევრებს უპირატესობას მისცემდეს, ან პირიქით, რომელიმე იახტამ შეიძლება კალბი ინფორმაცია გაავრცელოს, რათა თვითონ მოიპოვოს უპირატესობა. ამიტომ იახტებს არ აქვთ ნებართვა, რომ ამინდის ან ზღვის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია გააზიარო. ჩვეულებრივ დაბალი წნევის სისტემები ან ცივი ფრონტები ავსტრალიის სამხრეთით გადაულიან და ან იშლებიან, ან სწრაფად გადაადგილდებიან. მეზღვაურები ხშირად ხვდებიან ასეთ ამინდის სისტემებს და მიუხედავად იმისა, რომ ისინი შეიძლება არასასიამოვნო იყოს, სწორედ ეს სისტემები უზრუნველყოფს ქარს, რომელიც საჭიროა საინტერესო რბოლისთვის. რბოლის ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მოსალოდნელია ცუდი ამინდი და ეკიპაჟები, რომლებიც ბასის სრუტეში შედიან, უკვე შეგუებულნი არიან რთულ გზას. ბასის სრუტეში კიდევ ერთი იახტა შედის, სახელად Sword of Orion. საჭესთან დგას ბრიტანელი ოლიმპიელი მეზღვაური გლენ ჩარლზი. ჩარლზმა უკვე იესპარეზა ატლანტის ოლიმპიადაზე 1996 წელს და ახლა ემზადება 2000 წლის სიდნეის ოლიმპიადისთვის 6.9 მეტრიანი ორკაციანი იახტი. იგრძნო, როგორ იკრებს ძალას დაბალი წნევის სისტემა. მიუხედავად იმისა, რომ რბოლაში მონაწილე იახტებმა იციან, რომ დაბალი წნევის სისტემა ყალიბდება, ამინდის ბიურო ზღვის მდგომარეობის შესახებ კონკრეტულ და გაზომად ინფორმაციას არ იძლევა. ელისონიც და ჩარლზიც ორივე ელიან რთულ ამინდს, მაგრამ ამინდის ბიურო არ ასახელებს მოსალოდნელ ქარის სიჩქარეს ან ტალღების სიმაღლეს. როდესაც ისინი ტასმანის ზღვაში სამხრეთისკენ მიცურავენ, ქარისგან მიწა იცავთ, რომელიც ბარიერის როლს ასრულებს და ამცირებს ქარის სიჩქარეს, სანამ ის მათ მიაღწევს. ელისონმა და ჩარლზმა არ იციან, რომ ისინი აღმოსავლეთ სანაპიროს დაბალი წნევის სისტემაში შედიან. სიდნეი ჰობარტის რბოლაში მონაწილე მეზღვაურების მიერ ყოველწლიურად განცდილი ხშირი ცივი ამინდის სისტემებისგან განსხვავებით, ეს აღმოსავლეთ სანაპიროს დაბალი წნევის სისტემა სრულიად განსხვავებული გზით წარმოიქმნება. ცივი პოლარული ჰაერის დიდი მასა ნელა მიიწევს ჩრდილოეთისკენ. როდესაც ის სამხრეთ ავსტრალიას აღწევს, თბილი ხმელეთი უკან უბიძგებს და ცივ ჰაერს ზემო ატმოსფეროში აგდებს. დიდი მასა ცივი ჰაერის თავისუფლდება და ნელა გადაადგილდება ავსტრალიაზე. ქმნის უკიდურესად დაბალი წნევის უჯრედს, რომელიც არ ქრება და სწრაფად არ გადადის. ამას ემატება მაღალი წნევის სისტემა თბილი ჰაერის, რომელიც ეკვატორიდან სამხრეთით დაბალი წნევის სისტემის წინ გადმოინაცვლა. ბასის სრუტეში ამინდი წარმოადგენს ნელა მოძრავი უკიდურესი დაბალი წნევის და უკიდურესი მაღალი წნევის დაპირისპირების კომბინაციას. და ეს სწრაფად არ გადადის, რაც ზღვას მეტროს აძლევს, რომ ტალღები გაიზარდოს.
ზედაპირული დინება, რომელიც ავსტრალიის სამხრეთ კიდეზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიედინება, თან ახლავს ქარსა და ტალღებს, რომლებიც ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით მოძრაობენ. უილსონის კონცხის მიდამოებში ქარის დაბერვის სიჩქარე 90 კვანტს აღწევდა, ხოლო ტალღების სიმაღლე დაახლოებით 30 მეტრი იყო. 115 იახტის ფლოტი სამ ფართო ჯგუფად იწყებს დაყოფას. ლიდერები ბასის სრუტეში შესვლას 27-ის დილის საათებში იწყებენ. ქარი, რომელიც სრუტეში მიედინება, არანაირი ხმელეთის მასით არ იბრკოლება. როდესაც ლიდერები სრუტეში შედიან, ისინი ხმელეთის დაცვას ტოვებენ და ქარი წუთებში 30-დან 40-ზე, შემდეგ კი 60 კვანტამდე ძლიერდება. ტალღები და ქარი იახტებს გვერდიდან ურტყამს, რის გამოც ისინი ტალღებზე გადახვევას იწყებენ, ხოლო ქარი მათ ამხობს. ბასის სრუტეში ქარიც და ტალღებიც ერთი მიმართულებიდან მოდის. იახტები უკვე გვერდითი ქარის კურსზე გადახრილები არიან. ეხლა ისინი ტალღების ფერდობებზეც სახიფათოდ იგორავებენ. იახტა Sword of Orion ბასის სრუტეშია, საჭესთან გლენ ჩარლზია. ქარები 80-დან 90 კვანტამდე აღწევს. იახტა არაერთხელ ძლიერად გადაიხარა. გლენმა იცის, რომ დანარჩენ ფლოტსაც უნდა აცნებოს. რადიოთი გამოძახება ნიშნავს, რომ თუ ცოცხლები გადარჩებიან, დისკვალიფიცირებულები იქნებიან. მისი შეყვარებული ენი ასევე მეზღვაურია. გააკეთებდა კი ის გამოძახებას. გლენი ფიქრობს თავის დედაზე და დასზე ინგლისში. მეზღვაურმა უნდა იცოდეს, რომ შეძლებს გაუმკლავდეს ყველაფერს, რასაც ოკეანე წინ დაუყენებს. თუ ისინი რადიოთი დარეკავენ, ეს ნიშნავს, რომ დამარცხებას ეთანხმებიან. იმისთვის, რომ გააკეთო ეს ზარი და გააფრთხილო ფლოტის დანარჩენი წევრები, საუკეთესო შემთხვევაში დანებების სირცვილს უნდა შეეგუო. ხოლო უარეს შემთხვევაში უნდა შეეგუო საკუთარ მოკდაობას. და მაინც უნდა გაცრო ამ ყველაფერში. იცოდე, რომ უკვე დანებდი. პოლიციელი გარი შიპერი, ეკიპაჟის წევრია 12.9 მეტრიან იახტა Challenge Again-ზე, რომელიც ბასის სრუტეში შედის. Challenge Again-ი ებრძვის ძლიერ ქარებსა და გიგანტურ ტალღებს, რომლებიც გემბანზე გადადის. ღამის პირველ საათზე შიპერი გემბანზე მუშაობს. მას არ აქვს არანაირი უსაფრთხოების აღჭურვილობა. მას არ აქვს ამოტივტივებელი ჟილეტი. ის არ არის დამაგრებული გემბანზე სარტყელით და თოკით და მას არ აქვს EPIRB, ან საგანგებო მდებარეობის მაჩვენებელი რადიოშუქური. ღამის შუაგულში უზარმაზარი ტალღები და დაუღალავი ქარი იახტა Challenge Again-ს 90 გრადუსს გადააცილებს. გემბანი, რომელზეც შიპერი იჯდა, აღარ არის მის ქვემოთ. ის ვარდება იახტის მაღალი მხრიდან ბნელ ზღვაში. შიპერი ისმენს ვიღაცას, ვინც ყვირის. ადამიანი ზღვაშია. ხმა ქარისა და ტალღების ღრიალში ქრება. როდესაც ცდილობს თავი წყლის ზემოთ შეინარჩუნოს, ფიქრობს, როგორ იპოვის და აიყვანს ნავი მას. ტალღები კლდეებივითაა. ნავი ქრება ტალღებს შორის ღრმულში და ისევ ჩნდება, როცა ტალღები მას გადაევლება. ელექტრონული პოზიციონირების მოწყობილობის გარეშე, შიფერი შტორმიან ზღვაში მარტო დარჩა. შემდეგ ახსენდება, რომ წყალგაუმტარი ფანარი აქვს. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ეკიპაჟს თავისი ადგილმდებარეობა ანიშნოს სიბნელესა და მძვინვარე ზღვაში. წყალში თითქმის 9 საათი იმყოფებოდა. ეკიპაჟი გემზე სახელმწიფოს მიხედვით ატარებს სამაშველო ოპერაციას. ისინი გემს აბრუნებენ და თითქმის პირდაპირ მასთან მიდიან. ისევ აბრუნებენ გემს ისე, რომ ამინდი მას გემში შეიყვანს. ქარის სიჩქარე 90 კვანტამდე აღწევს, დაუღები კი 30 მეტრზე მეტია. დონ ბაკლი გემის B-52-ის ქვედა გემბანზეა. გემი რამდენჯერმე 90 გრადუსზე მეტად გადაბრუნდა, ხოლო იალქანი მთლიანად წყალში იყო ჩაძირული. გემი ტალღაზე ადის ხმაურით, ხოლო მესაჯი ყვირის. ფრთხილად, ყვირის, ფრთხილად. B-52 ტალღის ძვერიდან ეცემა და წყალში გადაბრუნებული ვარდება. კივილივით ქარი და წვიმა იცლება გემის წყალში ჩალში ჩავარდნის ხმაურით. თითქოს ავტოავარია. ნავი ზედაპირზე ამოდის, მაგრამ წყლით არის სავსე და აღჭურვილობა კაბინასა და გემბანზე აქეთ-იქით ქრია. ქურამ ქალი ეკიპაჟის წევრს თავში დაარტყა და ის წყლის ქვეშ მოხვდა, სადაც გაჭედილია. სხვა კაცს თავის საჯის რგოლში აქვს გაჭედილი. დონმა თავი უსაფრთხოების ხვედიდან გაათავისუფლა და წყალში გადახტა, რის შედეგადაც ნავიდან 40 მეტრით მოშორდა. საბედნიეროდ მას შეუძლია უკან დაბრუნება და ნავზე ასვლა.
გემზე Sword of Orion ეკიპაჟი გადარჩენისთვის იბრძვის. ისინი გადაწყვეტენ დაარღვიონ რბოლის წესები და ამინდის პირობები დანარჩენ ფლოტს აცნობონ. ისინი იციან, რომ რბოლი დასრულებულია. Jeff Healey გემზე Antipodes Sydney და დანარჩენი ფლოტი ჯერ კიდევ არ შესულან ბასის სრუტეში, მაგრამ უკვე მძიმე პირობებს აცდებიან. ჯეფი რადიო შეთხობინებას ისმენს. 27 დეკემბერს 17:00 საათზე ავსტრალიის ხელისუფლება ზოგად საგანგებო სიგნალს My-Days ავრცელებს. ჯეფი სამხრეთისკენ სვლას აგრძელებს. მას და მის ეკიპაჟს ამ რბოლაში ბევრი დრო და ფული აქვს ჩადებული. მან იცის, რომ ზოგიერთი მათგანისთვის ეს ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მოცემული შესაძლებლობაა. თუ ისინი შეწყვეტენ რბოლას, მოუწევთ სახლში დაბრუნება და დაფიქრება. შეძლებდნენ თუ არა მიზნის მიღწევას. თუ ბასის სრუტეში გააგრძელებენ გზას, მას აინტერესებს, დაბრუნდებიან თუ არა ცოცხლების სახლში. მას არასოდეს შეეძლო თავისი ეკიპაჟის ცოლებისა და შვილების წინაშე თვალის გასწორება, თუ რამე მოუვიდოდათ მათ. ის გადაწყვეტს შეწყვიტოს რბოლა და ადგენს კურსს ყველაზე ახლო უსაფრთხო ნავსაყუდელისკენ ედენში. მას კიდევ 39 იახტა მიყვება. მათ იციან, რომ სიცოცხლის დაკარგვის საფასური ბევრად აღემატება იმ სულელურ სიამაყეს, რომ თავი კიდევ უფრო დიდ საფრთხეში ჩაიგდონ, ვიდრე უკვე არიან. მაგრამ გლენ ჩარლზი, ლარი ელისონი და გარი შიფერი ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის იბრძვიან ბასის სრუტეში. იახტა უინსტონ ჩერჩილი ტავლიდან ჩამოვარდნისას გადაბრუნდა. ეკიპაჟის 9 წევრი სასწრაფოდ ამზადებს სამაშველო ტივებს, რადგან იახტაში წყალი შედის. იახტის მიტოვება ასეთ მძიმე ამინდში ნიშნავს, რომ კარგ ემბანზე დგომიდან გადადიხარ გასაბერ ტივში, სადაც შენსა და წყალს შორის მხოლოდ თხელი პლასტმასის ფენა ყოფს. როდესაც ისინი სამაშველო ტივებში ადიან, ფიქრობენ კიდევ თუ ნახავენ ოდესმე თავიანთ ოჯახებს. 630 საზღვაო მილის თავგადასავალი გადაქცეულია გადარჩენისთვის ბრძოლად და მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. სანაპირო პატრულის მოხალისეები ედენში დღე-ღამის განმავლობაში მუშაობენ, რომ რადიოთი სამაშველო ოპერაციების კოორდინაცია გაუწიონ. 35 სამხედრო და სამოქალაქო თვითმფრინავი და 27 ავსტრალიის სამეფო საზღვაო ფლოტის ხომალდი ერთვება სამაშველო ოპერაციაში. ყოფილი ბრიტანელი ოლიმპიელი გლენ ჩარლზი გემიდან გადავარდა და დაეხრჩო. მისი სხეული ვერ იპოვეს. მის დედასა და დას მისი დაკრძალვა არ შეუძლიათ. იახტა უინსტონ ჩერჩილზე ეკიპაჟმა მოახერხა სამაშველო ტივებზე გადასვლა, მაგრამ ერთ-ერთი სამაშველო ტივი დალღებში გადაბრუნდა და დაიშალა. სამივე ეკიპაჟის წევრი იხრჩობა. იახტა ბიზნეს ფოსტნაიადმა ანძა დაკარგა და დალღებში ბრუნავს. კაპიტანს გულის შეტევა ემართება, ხოლო კიდევ ერთი ეკიპაჟის წევრი სასიკვდილოდ დაშავებულია. გარი შეპარტი, რომელიც ბორტს მირმა გადავარდა, გადაარჩინეს, კვლავ ბორტზეა, ჩელენჯზე და ფინიშს მე-24 ადგილზე კვეთს. მის ცოლს და ვაჟებს კიდევ ერთი შობის გატარება შეუძლიათ მასთან ერთად. სიდნეი ჰობარტის 98 იახტების რბოლა ავსტრალიის ყველაზე დიდი სამაშველო ოპერაცია მშვიდობიან პერიოდში, რომელშიც თითქმის 1000 მაშველი მონაწილეობდა. 55 მეზღვაური იახტებიდან გემებისა და ვერტმფრენების მიერ იქნა გადარჩენილი. 115 იახტა იწყებს რბოლას. 5 ჩაიძირა, 7 მიატოვეს და 59 ედენში გამოეთიშა. ყველაფრის მიუხედავად 44 იახტა ფინიშამდე მივიდა. ლარი ელისონი იახტა საიონარაზე პირველი კვეთს ხაზს 29 დეკემბერს დაახლოებით 08:00 საათზე, მაგრამ გამარჯვების აღნიშვნა არ არის. 44 და ბოლო იახტა მისტი ხაზს კვეთს 2 დღის შემდეგ ჰობარტში 31 დეკემბერს. სიდნეიდან ჰობარტამდე 98-ის ტრაგედიამ სამუდამოდ შეცვალა იახტების რბოლის სახე. მას შემდეგ აღჭურვილობა გაუმჯობესდა. უკეთესი სამაშველო ჟილეტები, უკეთესი ხვედები, პერსონალური EPIRB-ები, უკეთესი განათლება და ტრენინგი, უკეთესი ამინდის მონაცემები. გაუმჯობესდა კოორდინაცია ამინდის სამსახურებსა და რბოლის ორგანიზატორებს შორის, რათა მიეწოდოთ დეტალური ინფორმაცია კონკრეტული ტალღების სიმაღლეებისა და ქარის სიჩქარეების შესახებ. და წესებით შეიცვალა. იახტებმა ახლა უნდა აცნობონ ფლოტს, თუ ქარის სიჩქარე 40 კვანტზე მეტია. გარი შეპარტი აგრძელებდა ცურვას და ზღვაზე უსაფრთხოების დაცვის მხარდაჭერას 2010 წელს გარდაცვალებამდე. 30 დეკემბერს რბოლის დაწყებიდან მხოლოდ 4 დღის შემდეგ კონსტიტუციის ნავმისადგომთან გაიმართა საჯარო სამახსოვრო ღონისძიება 6 დაღუპული მეზღვაურის მოსაგონებლად. ჰუგო ვან კრეჩმარი, ავსტრალიის საკრუიზო იახტ კლუბის კომოდორი, რომელმაც რბოლა ორგანიზება, განცხადებას კითხულობს. Mike Bannister, John Dini, Jim Law, Glen Charlesი, Bruce Guy, Phil Skixi. ნეტაუ მარადიულ მოგზაურობაში, რომელშიც ახლა გაემართეთ, 7 ზღვა და ნაზი ნიავი ქონოდეთ.
ნეტავ არასდროს მოგიწიოთ ღამით წინი ალქნის დამოკლება ან შეცვლა. ნეტავ თქვენი საწოლი ყოველთვის თბილი და მშრალი იყოს.